ზოგადად ერთი რაღაცა მინდა თქვა, რომ ნურავის არავის არ უნდა შევექმნათ ილუზია იმისა, რომ ის არის ხელშეუხებელი. იყავი ბატონო ჟურნალისტი. ჩაედიათ შენს ეთიკაში და იმოღვაწე ვინმე რამეს არ გეტყვის, მაგრამ როცა შენ სდები შენს ეთიკას და შენ გადადიხარ დაუკრეფილში, ამ შემთხვევაში უნდა აგო პასუხი ჩემო მეგობარო, სხვა გზა არ არსებობს. და ასე უნდა იყოს ყველა სფეროში. ამიტომ ხელისუფლებას მოუწოდებ, რომ გაამკაცროს თავისი ქმედებები კანონის ჩარჩოში, მხოლოდ და მხოლოდ კანონის ჩარჩოში. და ბოლოს მინდა თქვა, რომ იმ ფულზე გაყიდულ ახალგაზრდებს მინდა უთხრა. მეგობრებო, გაივლის წლები, გაივლის დრო. თვითონვე ნახავთ თქვენს კადრებს. და თვითონვე შეგწყვეტ თქვენი ქმედებების. არის რაღაც ღირებული ცხოვრებაში, რომელიც ფულზე არ იყიდება, ეს ადამიანობა არის. ნუ გაყიდით თქვენს ადამიანობას ფულზე. თქვენს ღირსებას ფულზე ნუ გაყიდით. მე ვიცი, ბევრი გაჭირვებული ადამიანია, ბევრს საფასურის გადახდა არ შეუძლია უნივერსიტეტებში, ბირის ქირაობა არ შეგიძლიათ და ღებულობთ ამ ფულს და ამისანაცვლოდ აკეთებთ, მაგრამ დაიმახსოვრეთ, არის ცხოვრებაში რაღაც ისეთი ღირებულებები, რომლებიც ფულზე არ უნდა გაიყიდოს. მე ისევ თქვენ შეგწყვეტ. თქვენ თავს დაინახავთ იმ კადრებში და თვითონვე შეგზიზღდებათ საკუთარი ქმედებები და თავები. მე არ მინდა რომ თქვენ ეს ბედი გეწიოთ, დაფიქრდით. ყველაფერი არ შეიძლება რომ გაყიდო. ადამიანობას ვინც გაყიდის, ის არც ღმერთს უყვარს და არც ადამიანს.